მორიელის ენერგეტიკა მეგობრებო, ეს ემოციები არის, ღრმა ემოციები არის, ოღონდ სხვების ემოციები არის ხშირად, ხო? კირჩხიბიც არის ამდაგვარი, რომ სხვების ემოცია, ჩემი ემოცია ხდება და ვერ ხვდები აქ, ნუ მახვევთ თავზე თქვენ ემოციებს ზოგჯერ არის და მორიელთან არის ეს, რომ სხვისი ემოცია, სხვისი ენერგეტიკული ველი შეიძლება მოდიოდეს მათთან და იღებდნენ ამ ენერგიას. მაგალითად, ჯონი დეპის ეს მეორე ცოლთან ეს მთელი აგრესიები და ეს კონფლიქტები რაც იყო ძალიან საინტერესო ფსიქოლოგების დასკვნა წავიკითხე. მე დიდათ არ მაინტერესებს ხოლმე ესეთი რაღაც პირადი ცხოვრების და თემატიკა, მაგრამ ასტროლოგიის ძალიან კარგი დასაკურებელი არის ამ შემთხვევაში და ფსიქოლოგები ამბობდნენ, რომ ფაქტიურად ამ ქალის შინაგან დესტრუქციას ენერგეტიკულად იღებდა, პირდაპირ ეს იყო, რომ რეაგირება ამ ჯონი დეპის იყო ის თქვათ აგრესიები, სახლშის ნეგატივები ამ ქალის ეს იყო მისი მეუღლის მაპროვოცირებელი, ანუ ენერგეტიკული ასხლეტვაო და პირდაპირ მივხვდი რაზე ლაპარაკობდნენ, რომ ხშირად აქვთ ლილიტი მორიელი, ლილიტი მერვე სახლი, ლილიტი პლუტონი ერთად, მაგალითად ეს ისტორია, რომ ენერგეტიკულად მიდის თითქოს როგორ რაღაც იცით, სულ თავდაცვა, იმიტომ რომ თავდაცვა მორიელის თემა არის, თითქოს სულ ენერგეტიკულად რაღაცა ესე წევენ თავის თავს, ზუსტად იმიტომ რომ ეს ზედა ზემოქმედებისგან, ხო, ამ ენერგეტიკულ ველში სადღაც იკარგებიან, სხვების ენერგეტიკაში იკარგებიან, სხვების ფინანსები იქნება, ეს სხვების რესურსები იქნება. სადღაც აქ იკარგებიან საკუთარსა და სხვებს შორის საზღვრებს ვერ იცავენ ხოლმე აქ ენერგეტიკულ ველში და აქ საბოლოო ჯამში იცით რა არის, თან რა თქვეფა ხდება და მე შენ ერთი ვართ გარკვეულწილად, მაგრამ თან საინტერესო ის არის ენერგეტიკულ ქვედა შრეებში, რომ ზუსტად ვერ ხედავენ ამ განსხვავებებს, რომ ის სხვა არის და ეს სხვა არის, ხო? ენერგეტიკული ველი არ არის ხოლმე დაჭერილი სწორად, მოდით თან ისე რომ ვთქვათ და საბოლოო ჯამში მორიელი არის დაკავშირებული კრიზისებთან, რაღაც მძიმე ძლიერ ენერგიებთან და თითქოს არიან ამ მძიმე ენერგიებში, სულ რაღაცა ისე დრამატულებიც, რაღაცა მძიმე ტიპაჟებიც არიან ხოლმე, მაგრამ ენერგეტიკულად თითქოს საკუთართან არ აქვს კონტაქტი, საკუთარ ნეგატიურ ველთან ხოლმე. ძალიან ზედაპირულად რო გითხრათ და ძალიან ზოგადად. ეხლა ჩემ შემთხვევაში, როცა მორიელთან მქონია ხოლმე მუშაობა, შავი მთვარი მორიელი, ხო? ძირითადად სულ თავდაცვაში არიან არაცნობიერად ენერგეტიკულ დონეზე, თავდაცვაში. ეხლა პირველი დონის შავი მთვარე მორიელები ნაკლებად მუშაობენ ჩემთან ხოლმე, რომლებიც არიან ძირითადად